ამის მერე მოხდა ომი, რომელიც ჩემი აზრით ამ ომის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზი, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, რომ მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერი საკეთებდა იმისთვის, რომ ნდობა აღედგინა და გამიგია კიდევაც, რომ თითქოს რუსული სამშვიდობოების გენერალზე ფულიც კი იყო გადახდილი, რომ შეისულიყვნენ სოხუმში, გასულიყვნენ ბოლომდე, ისე ცხინვალში გასულიყვნენ ბოლომდე და ესე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი. ესეც კი გამიგია, რომ ფულიც იყო იქ გადახდილი. მაგრამ ამის ფაქტები არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში ჩაერთვა მოაზრო ავანტიურაში დაუწყო ცხინვალს დაბობმა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა საქართველოს დაკარგა პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობა. ისინი, ვინც ის ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ღირსეული ნაწილი შერჩა ისევ იმ ომს და არც იცოდა რა გაეკეთებინა.